მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. წალკის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოწყობა იგეგმება. ეს სოფლებია კაბური, ხაჭკოვი, აშკალა, გოდაკლარი და ბარეთი. მერიამ ამისთვის საპროექტო სახარჯ აღრიცხვა დოკუმენტაცია უკვე შეისყიდა. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტის მიხედვით მერიამ ტენდერი 80,000 ლარზე გამოაცხადა. მასში მონაწილეობა 2 კომპანიამ მიიღო. ტენდერში შეპესე საპროექტო ჯგუფმა გაიმარჯვა და სამუშაოების შესრულებისთვის წალკის მერიას 36,450 ლარი შესთავაზა. ხელშეკრულებაც ამ კომპანიასთან გაფორმდა. როდის გამოაცხადებენ ტენდერს დოკუმენტის საფუძველზე, წალკის მერიაში ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი რუსთავის მიმდებარედ მდინარე მტკვარზე მოქალაქეები ელექტროიარაღის გამოყენებით თევზაობდნენ. შედეგად გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით პირებმა უკანონოდ 61 კილო თევზი მოიპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტროდენით, თევზჭერის ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერას გულისხმობს. ხვალ და ზეგ მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავ საშიშროება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით დიდთოვლობის ქარბუქის ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავ საშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს სატრანსპორტო მოძრაობა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გარდა თოვისა, საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე ძლიერ წვიმას, ქარს, ზღვაზე 4-6 ბალიან შტორმს და მდინარეებზე წყლის დონის მატებას პროგნოზირებენ. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.